მე მოგისმენია ცოტა ხნის სააკაშვილისგან ქართულ აფხაზური სახელმწიფო ეგ არის კატასტროფული შეცდომა. ერი პოლიტიკური არის ერთი ქართველი ერი. რომელშიც არის სხვა მოქალაქეების, სხვა ეთნიკური წარმოშობის, კულტურული იდენტობის, რელიგიურის, მაგრამ არ არსებობს ორი ერის სახელმწიფო კი არ არის. სახელმწიფო ერი ერთია. ისტორიული მაგალითი მოიყვანა გამსახურდიას პრეზიდენტობისა კატასტროფულად მცდარი ნაბიჯის, რომელმაც მოგვიტანა ძალიან მძიმე შედეგები, არძიმბას არჩევა მოგვიტანა. ვიცი, კი მოიტანა არძიმბა იქნა არჩეული მაგის შედეგად. და ამას თვითონ გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეების და თვითონაც აღიარებდნენ შემდეგ რომ ეგ არასწორი იყო. მიდგომა რომ ეთნიკური ნიშნით ხდება აშენება რამის რო აი ადამიანის სადღაც რომელიმე თანამდებობაზე სადმე არის იმიტომ რომ რომელიღაც ეთნიკური წარმოშობის არის დამანგრეველი ეროვნული სახელმწიფოს იდეისთვის. არანაირად ეგ არ გულისხმობს ასე მე ვიძახი რომ ადამიანების ძალით ასიმილაცია უნდა მოხდეს და უნდა დაავიწყო თავისი იდენტობა. რელიგიური იქნება, ეს თუ კულტურული თუ ეთნიკური. მაგრამ სწორედ ეგ არის ამოცანა ძლიერი სახელმწიფოს და თავისუფალი საზოგადოების და თავისუფალი რესპუბლიკის, რომ პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკური შეხედულება უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ერის. ქართველი ერის, რომელიც ნაწილი არის ყველა. როცა რუსეთი დასუსტდება და ჩვენ ფორმაში ვიქნებით და იმედია და წამს ეს არის ჩვენი ეროვნული გამოცანა, იმ საზოგადოებაში უნდა მოხდეს გარკვეული თვალსაზრისით დენაციფიკაცია. დიდი ტკივნეული გარეთეხა უნდა მოხდეს ამ საზოგადოებაში, გააზრება იმისი, რა დანაშაული იქნა ჩადენილი. თავარი იქნება დერუსიფიცირებულ, დენაციფიცირებულ სივრცეში. ახალი ჩვენი საქართველოს მოქალაქეების წიაღში აღმოცენებული ადგილობრივი ლიდერების გაჩენა. იმათან დიალოგი არის, იმ თანამესაკუთრეები უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის. უნდა ქონდეს განცდა, რომ ქართული სახელმწიფო არის მათი. და ყველა ვინც ამ ნიშნით მე რამე განსხვავებას დაწესებს, საქართველოს ინტერესების წერი იქნება ეროვნულის. შემდეგ უკვე ჩვენთან მოქალაქეებთან როგორ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც ფართო რეგიონული თვითმმართველობაა, სადაც არის იმის განცდა, რომ არავის იდენტობას საფრთხე არ ემუქრება, ამაში თუ გვინდა თავისუფალი სამყაროს კარგი გამოცდილების გაზიარება, სადაც სამოქალაქო ნაციონალიზმი, სამოქალაქო ერისმცემამ სადაც გაიმარჯვა, კი ბატონო, და არა სუდის, სადაც კომპრომისების შედეგად მიიღეს მოდელები ეთნიკური კვოტების, რომელმაც მოუტანა იმ ყველა ქვეყანას, სადაც ეს ქნეს, კატასტროფა ან ბომბზე ყოფნა. ქართული სახელმწიფო რომელიც ამ მომენტში ფორმაში იქნება, ამ პრობლემის გადაწყვეტას შეძლებს, იმიტომ რომ საქართველოს ამ მომენტისთვის იქნება რესპუბლიკა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს განცდა, რომ იქ მისი კონსტიტუციური უფლებები დაცული არის და ეთნიკურობა არ არის განსაზღვრელი. ყველა არის სახელმწიფოებრივად ქართული.